ჩვენი ჩიტი მოვიდა. აბა შენი ჩიტო. გამოდივართ. ეხლა თან თავმოვიდით. ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში და ველოდებით ავტობუსი მოვიდეს, რომ გავიდეთ აიანაპაზე. ავტობუსი ღირს ერთ ადამიანზე 12 евро და ჩვენ სხვა ეს ავტობუსის ბილეთის საჩუქრებს როგორ კიდევ ვერ ვნახეთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთ ბილეთი იყიდებოდა. აირპორტ შატლში იყიდებოდა მხოლოდ ბილეთი და ერთ ბილეთი ყიდა 12 евро. სადღაც ნახევარი საათია ველოდებით. კიდევ 25 წუთი მოველოდებით. ეს გამოცდილება რატო დაგვემართა არ ვიცი, როგორც ჩანს რაღაც. ყოველ 15 წუთში დადის, მაგრამ ეხლა რაღაც შეფერდება არის და ველოდებით. არჩე ისეთია მთელი კონსოლი რა, ხრიოკი. აი ნახე. ხეები მაგრაჭირს. უმეტესად ბუჩქები. აკეთ. ეს სხვა და ლურჯიცა. ეს სამპასტელში ტრიალე. ეს არის აიანაპას ცენტრი. ეხლა მანქანაც ვარ და მარტყავს აქ ფოტოს ფანაერად დადიან. უკუ მართად. და ეს არის ცენტრი. ქალაქის ეს არის რაღაც უძველესი მონასტერი რა. გვერდზე აქვს სტრიპტიზ კლუბი. ესეთი რამე პირველად ვნახე. და იქ იყო კიდე გადაღებული გვაქვს 3 ბარია და გვერდზეა სასაფლაო. ჩამოვედით. ხო და მალე ამაუსში ვიბანავით მეც და მარიც. просто ის არის რა. არ ვიცი შეიძლება არც აგვიშვანი, იმიტომ რომ საშუალოა კი ახლა რო გვაკვირდები 60 პლუს არის ამაუსში. ეხლა გამოვედით აიანაპას ქუჩებში. აი ესეთია აიანაპას გამიცხოვრება. ქართული რესტორანი ხამადას ვიპოვეთ. კარი. შორის ამ სეზონზე არც ისე ბევრი ხალხია. უფრო მეცველობით. მაგრამ ამინდები ძალიან კაია. ეხლა არის 14 ოქტომბერი და არა 13 ოქტომბერია. და 28 გრადუსი იყო დღეს. შუადღეს მაგარი სითხე იყო. ეს განსხვავებული ფონდი თუ არ დამწარიყავით და საგამოდ უძრავ აგრესდა. ეხლა ვარ აიანაპას ცენტრალურ ქუჩაზე. ეს ქუჩა გამოირჩევა იმით, რომ სულ ბარებია რა. აი სულ ბარები, სულგულაობა არის ყველა მხარეს. ეხლა აქ ისე ხოლმე ქუჩაზე მოვწევი და ეს პარკინგის არის. აი მანქანას რო გააჩერებ, მოყვა ქურდა სააგდებ. всё მიდი. ვერ დავამღავი როგორ მოვხავს. მაგას როგორ ხდებიან რომ შენ ჩააგდე შენ მანქანაზე, მაგას რო ხდები. Alex. ეხლა მოდივართ აიანაპას ქუჩებში და დაღინიშნა რომ ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი. უსუფთავისი ქუჩებია. ვერც აგვიხოთ იმას. ანუ ეს ნაგავი თუ გგონიათ არის ძირს დაწებებული რაღაც რეკლამები. დაწებებულია ყველა და კი არ არის არ გდია ესე. ფეხს გადავსამაძრებ. აი ამის რეკლამა. მე რაც ყველაზე მეტად მომწონს კვიპროსში აიანაპაზე არის ის რომ ხალხმა აშკარად იზრუნა რომ თითოეული ლოკაცია ყოფილიყო გამორჩეული ერთმანეთისგან განსაკუთრებული ყველგან სადაც კი გაიხედა რაღაც თავისი სული აქვს შენობას რა ეხლა ეს დაკეტილია კაი აქ ცუდად გილას ვიღება ვართ პროტარასში და ეს არის წმინდა ელიას მონასტერი მე როგორც ნახე და ძალიან მაგარი ხედი აქვს და ისედაც გარემოც ძალიან ლამაზია ცოტა უცნაურია ქართველისთვის ეხა ეს ხრივაკი ცოტა უცნაურია მოსიაკო ავერსის ჩანთამაჩვენა ერთი ჩვენ გვასწავლეს ავერსი და ჩვენ სოფლიოში დავდივართ მხოლოდ ავერსის ჩანთები და ავერსის პროდუქცია დაგვაქვს ეხლა მისია სისგან დამცავი რომელიც ავერსში შევიდა აჩვენება აბერო გიტევს ჩანთაში ჩვენ ვიდოს ბაბებს სისგან დამცავი 50%-იანი ეს შეფერილი სისგან დამცავია ძალიან მაგრად იცავს ხო მაკერის გაკეთება აღარ ჭირდება ალექსანდრეს კვიპროსში ვარ და სისგან არ დამცავი ძალიან კარგი
Starbucks-ის პირველი გამოცდილება, მაგრამ როგორია Starbucks-ი? კაია? კაცი ველოსიპედიანი კაცი სად გაქრა? პროცესზე დადიან ძმაო. კიპროსი ერთადერთი მინუსი რაც შევამჩნია არის, რომ ავტობუსების მარშრუტი რუკაზე არ იძებნება. Google Maps-ი არ მუშაობს. ეხლა ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავართ. მარც სადმე ნიშანი დგას. ანუ ბევრგან დგას, ეხლა იმას ვერ ვიტყვი, რომ ყველგან არ დგას. აი აქ არ დგას კონკრეტულად რა. და ვერ ვგებულობ, როდის უნდა მოვიდეთ ავტობუსში. მე ჩანაბარად არ ვიცი რომელ ქალაქში ვარ, ვდგავარ და ველოდები როდის მოვა ავტობუსი რა. ისიც უთხარი რა ვიყიდეთ 15 ევროდ. ესე იგი 15 ევროდ ვიყიდეთ რა. 1 კილო შაშხი, 500 გრამი ყველი, 500 გრამი მაიონეზი, 2 პური, 1 ლიტრიანი წვენი, ბურგერის პურები და პიტას პურები და 1 ლიტრიანი წვენი. ნატურალური წვენი და ეს. და მეკითხები. ვინი კიდე რაღაც ვიყიდეთ? არა. 11 ევრო 50 ლარია. ხო, 50 ლარად საქართველოში მაგას ვერ იყიდი. აქ სულ არის ტურისტული შენობები, სასტუმროები, ან სახლები, ან რაღაც გასართობი კაფე-ბარები და ასე შემდეგ და გვაინტერესებდა რატო არ არის ან საავადმყოფო არამე მსგავსი. აფთიაქის გვერდით აწერია დოქტორ, ეს არის აი სამედიცინო ცენტრია. და ეს არის ამათი სასწრაფო. ყველაფერი როგორი ფერადია და საყვარელი. ესე იგი ამ ადგილს არ მოიწმინა და კაპო გრეკო ქვია ამ ადგილს. ხო და ადორ ღმერთო იცი. სადღაც რიოქში ვარ. ვერ მოიწმინა და გაჩერებაზევე დაიწყო ჭამა და ავტობუსმა მოგვისწრო. ხო და რა ავედით მძღოლმა პირველი ეკითხა no food please. არდა შენახული ქონდა უკვე მაგრამ და გვინახა. მე მგონი ისიც არის იყო ის გაჭირვებული. ან ეს უსაჭმელები მოგვაქვს. კარჩ დასასვენებლად ვარ წამოსული და ნახეთ სად ვარ. ანუ რავი. ეს რაღაც ყანაში მოვდივარ. ნუ რეალურად აქ ნახევარკუნძულია. ხო და მათ უნდა ვიბანაოთ ეხლა. ხალხო ესეთ ხეზე გიჭამიათ? ამას უყურეს ხო ასრა ფერი აქვს. ჩვენი საკუთარი ნახევარკუნძული გვაქვს. აი ხა იქ მივიდეთ. აი იქ მივიდე ბოლოში, სულ ბოლოში და შუა ზღვაში ვიბანაო. მარ 50-იანი წლების ამერიკულ ფილმში ხარ გონია თავი. კი ცოტა არის. ახ სად მოდივართ. ხო რა დროს ხო იყო. აი ანაშო დანდალოთ. შეიძლება ყანაც კი დაასრულებია. შეხედე. თუ დააგვირდებით მიწას, აი ეს თვითონ უდაბნოს რო გავს. თლიანად გაჩეხილია ბუჩქები. ხო. ეთყობა. დახნულია აშკარად რაღაცა ისეთ იმას ფორმაზეა რომ უჭველი დახნის. გაასუფთავეს. აქ იქნებოდა სულ ჟაკები და კი ძალიან ლამაზია ყველაფერი. აი ქართველები ვიპოვეთ. პანაშმედიან. აი ესეც საინტერესო ადგილას ამოვყავით თავი. ხო და ვიღარ ხვდებით საით უნდა წავიდეთ. გზიდან გადმოუხიეთ თითქოს მოკლე იყო აქეთ უფრო გზა. მაგრამ სანჯაკებში ვარ გაჭედილი. აი ციგნებში რო წერია ხოლმე რაღაცა საიდუმლო კონძოლის აღწერა რო იყო. რაღაცა ეგეთ ადგილას ვარ.
მეკობრეები უნდა გაიჭიდო. მან განძი უნდა ვიპოვო და განძის რუკა. ოკეი. აი მარ რაღაც არის შევიდეთ ტაიმასაში. აძმაო საქართველოში რომ იმალებიან ეს ტაიმ მასაჟისტები და რა ვიცი ხანსად ხსნიან და ხანსად მიწის ქვეშ. აგეთ მაო. No problem. უყურე, აგერ არის მონასტერი. ტაიმ მასაჟი და მონასტრის უკან არის კიდე ის რა ქვია, სტრიპტიზ კლუბი. ცოტა უცნაური რაღაცა კი არის, მაგრამ მასაჟი რატო არასმალი? ერთილოვანი მასაჟები. ხო. Hard rock cafe actually. ხო, ეს არის hard rock cafe. It's rock shop. ის შოპი? Rock shop. ხო, კი ბატონო, იქე შოპი. პირველად გავიგონე სიგნალი ამ ქალაქში. აქ მოდი აი ანაპასთან ვინმეს ფოტო გადავაღებინეთ. აგერ ძმაო, კიდე შეხედე პროსტა. ხალხი გარეთ დგას და ელოდება. მეგობრე? ცოტა შოკში ვარ. აუ ტატო სალონებია ძალიან ბევრი და ეხლა ვფიქრობ რომ ხوار დავიწერო რომ ნიზაბუდუ მაძრადნაია. აი ეს არის იტალიური რესტორანი სადაც მას ჭამენ იაპონურ საჭმელს. საღადაობა. აქ შეხედე ნახე რამდენი ხალხი უსწის და ამას შეხედე. ეს მართლა კაია. ფერმერები ელოდებიან, ფერმერული საჭმელია აქ რა. წამო მარ. კაროჩე, ეს არის რესტორანი რა. რესტორნების ქუჩა არის და ხალხი რიგში დგას. ანუ ესეთ რამე სადმე გინახავთ, ხალხი გარეთ დგას და ელოდება, როდის შეუშვებენ. ამა დედარვატირე რესტორნების მეტი რა არის გახეთ სულ რესტორანია თო. არა ჩიბუშკი დავდივარ კაროჩი. ეხლა ველოდებით ოკეან ბასკეტს. აი ესეთი რესტორანია. ნახე ჩვენც რიგში ვგავართ. კაროჩი ყველა რესტორანთან რიგია რა გარეთ. და 1-20 კაცია ჩვენ წინ რიგში და ველოდებით ეხლა 1.5 საათია ვუცდით, 1.5 საათ კიდე დავუცდით და აი რა ოდესღაც რაღაცას შევჭამთ რა. ეს თევზის რესტორანია. და ვნახოთ აბა თუ გავასწორებს. მოკლა ბაბუა ჩემი და ამა კიდე. ვაფეხა სად არის მარი? ეს არ არის ვაფეხა კაცი. არ არის გოგო ვაფეხა. მოჭრილიო. არ არის ვაფეხა. ეს არ ვიცი, მაგრამ ამან მოკლა ბაბუა ჩემი გეუბნებია შენ. ვიცა, ეს არის ვაფეხა. ყველაზე გემრიელი ზღვის პროდუქტია რაც აქამდე მიჭამია რა. ეს არის კალმარი. ყველთან ერთად თუ შეჭამთ კიდე ძალიან თევზის გემო აქვს რა. თევზი იყო ძალიან კაი, თევზის გემო არ ქონდა და ასწორებდა. ესენი მიდიებია თუ არ ვცდები, მაგრამ უფრო მაკარონის გემოზია რა. ეს არის ბოლოს კალმარები, კი არა კრევეტები. ეს კიდე ნორმა. პროსტად ნიორი ჭირდება რა. აი დილას პახმელიას გაასწორებს. ამის წვნიანი პახმელიაზე გაასწორებს ბრატ. შეიძლება დამზია ვიპოვეთ. აგერ კვიპროსში ქანდაკება უდგას. რაღაცას ჩვენ პონჩ მოვდასაუბრეთ ქუჩაზე და ჰოპ, შეიძლება დამზია გაიჭიდა. გემზე გვაგვიანდება და გავარკვევართ. აგეთ ერთ ვაკაცებთან ერთად გემით მივიდივარ. კვიპროსს უნდა დავათვალიერო. მოგესალმებით.
ეხლა უკვე მე-13 დღეა რაც კვიპროსზე ვართ და ეხლა მივდივართ კვიპროსის გარშემო კრუიზით. და 4 საათიანი კრუიზია, რამდენიმე ქალაქს გაივლის და საინტერესო ადგილებს დაგავთვალიერებელებს და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გადავიღოთ. Titonia. So, first of all, good morning and congratulations! You're sitting at the best place on the boat. You're gonna see everything. We have 2 rules for the people at the front of the boat. First rule, don't put anything inside this area. Don't put your bags, don't put your hands, don't sit on this machine making videos. Stay. აი, პირველი გაჩერება არის გამოხაბულები, სადაც ხვალ აუცილებლად საბანაოდ დავბრუნდებიან, დავიბანაო. ძალიან მაინტერესებს რო გრაფიკებს ჩამოსვლას, იქიდან რა ჩამოხდეს პირდაპირ. პრობლემა არ ჩამოხდები. მე არ მოყვები. Bridge of Love. And ladies and gentlemen, we have a turtle on the left-hand side at the front of the boat. Coming up. როგორ მოგწონს დასვენება? არაფერი განსაკუთრებული. დასვენება. მოიზადოს. ეს ხალხი ჩაშენია. არ ჭამოთ ხალხო არა. თუ ძაყვიდელი არ იქნება არ ჭამოთ. ამას ახლა Windows-ის wallpaper-ს გავს სხვაად. ნახე რა სილამაზეა. ცოტა ხრიოკი გია, მაგრამ ახლა მივდივართ კვიპროსზე ყველაზე მაგარ სანაპიროზე რა. ახი რა სილამაზეა. ეხლა იქ რომ მივალთ ერთი ეგ მაინტერესებს, აი რატოა ყველაზე მაგარი და რა არის ესე მოწესრიგებული, ეგ უნდა ვნახოთ. Nisi Beach ესე ქვია და გვერდზე არის მაკრონოსის სანაპირო კიდე. ეგეც ძალიან მაგარიაო, ესე იძახიან. აქეთ ისინი რა ქვია, ეს მოწესრიგებული სასტუმროებია იდოქში. რა ვიცი, 64-ში მგონია თავი აქ მთელი ცხოვრება დავრჩებოდი რა. აი, გერმანია ვნახე, ავსტრია ვნახე, ვენაში ვიყავი რა. კლასიკოსების ქალაქში ვარ ნავყოფი და ესე ჯერამი არ გამსწორებია აქ რომ ისწორდება. მით უმეტეს ბებრების სეზონზე ვართ ჩამოსული. იმენა ყველგან ის არის მოხუცი ტიტველი ქალები. გული მიწუხდება რა უყურებ. ესეც Nisi Beach. აი ესე გამოიყურება. ეხლა არ ვიცი ჩემი ტელეფონი რამდენად გადიღებს ამ ყველაფერს, მაგრამ წყალი არის. აი იცი როგორი სუფთა წყალია, აი პროსტ სიტყვებით ვერ ავხსნი რა. რა ვიცი. სასწაული სილამაზეა. აი ხარო გითხრა რომ ვაუ თქო და აი ეს რატო ყველაზე მაგარი პლიაჟი აქ აზია არ ვარ, მაგრამ წყალი მაგარი სუფთა არის. რაღაცნაირი ყურია რა, ღმაც არ არის. აი ესეც პონტია Nisi Beach.
უბრალოდ Jak war das nicht gewesen? Das ist klar. Sì, la salita. Tak, Cedric ბანაობს და მაყურებლები. ესე იგი ქანდაკებების პარკში ვართ ისე და ქართლის ნამუშევარს ვიპოვეთ მიუმალხას ცისკაზის ნიმფა. და ძალიან გაგვეხარდა ქართლის რომ ნახეთ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან არის ნამუშევრები. ჩილე ვნახეთ, პერუ, ავი, მთელი ევროპა. ხო და აი საქართველოს თავის ადგილს იკავებს აქ. ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი ახლა მოვედით ქანდაკებების მუზეუმში. ეს აიანაპაში მდებარეობს. სადაბა? წყალი მოდის ნამდვილად. სხვათა შორის დღეს ფრანგულ წყალში გადავიხადეთ 2 ევრო ნახევარი. ხო და რა ვიცი. ძალიან მაგარი წყალია მინდა გითხრათ. ხო და ეს ესეთი ლამაზ ქანდაკებებია აქ. Svetlana. ეგ კაცი სვეტლანა არის. სვეტლანას ეს უფრო გავს. ხო, სიზიფია. ვერც სიტყვით აქ ეს ძალიან მდელოზე სულ ქანდაკებებია. ხო და ბევრი ძალიან ლამაზი ქანდაკება არის. ზოგი ცოტა გაუგებარია. ერთ სიტყვით კვიპროსში რო ჩამოვხვალთ ტურისტულად, აქ უნდა მოვხვიდეთ. სრულიად უფასოა და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საღამოს არ მოვხვიდეთ, იმიტომ რომ განათებები არ არის. ამიტომ მხოლოდ დღეს შეგიძლიათ დათვალიერება. ღამის სრული სიბნელეა აქ. და იქ ზემოთ აი ამ ადგილას მოქანდაკეები მუშაობენ და ახალ სკულპტურებს ქმნიან. ესე ქანდაკებები მოვჩით და ეხლა ვათვალიერებთ კაქტუსებს. ხო და რომელი ყველაზე მაგარი კაქტუსი მარ? ესა? თუ ესენი? არ დალიო ხო და ეს რეზეტა. მართალიო ცარწყავი წყალიო აწერი. ესენი იჭმება ნეტა? მე ჩვენ გავსინჯეთ სამეგრელოში ესენი და არ ვარგოთ. ვა ესეც ნახე რა ძერტი კაქტუსებია. ძალიან კაი. ეს ალოევერას კაქტუსებია. ოჰო, ვაუ. ან მაგარი. ყველაფერია ძალიან მოწესრიგებული აგერ აი ტუალეტები. ლამაზად. ძალიან მოწესრიგებული. ნული ნაგრავი ყრია. და აქეთ ახალ ქანდაკებებს აკეთებენ. აგერ მუშაობა მიდის. ამათ ჩადგავენ ალბათ რამე ბერძნული შეიქმნება სიმპოზიუმი. ძალიან კაია. კაროჩი ზეთის ხილისხე ვიპოვე აქეთ და მე გულო მოვწყვიტე და გავსინჯე და კაროჩი აი ასეთი საზღარი გემო რამესი მე არ იმედი არ მოვიწამლებითო.
ხალხი რიგს იდგას. დაბრუწილები. აუ რა დამწარები ვართ. დააკი სამარი. ეს მივდივართ მექსიკურ რესტორანში და უფრო ხედავ რომ ხალხი რიგს იდგას. ხო, ჩვენ ისეთ რესტორნებში არ შევდივართ, სადაც რიგი არ დგას. სადგომ დასაკარგით ვარ. La Mexicanos. მექსიკურ რესტორანში ვზივართ და აი ესეთი ლუდი პირველად გავსინჯე რა. პირდაპირ მექსიკიდან არის ჩამოტანილი სოლი. ხო და ლუდი გავსინჯე პირველად კიდე ლიმონთან ერთად და მაგრა გაასწორა. ეხა მექსიკურ რესტორანში ვართ რა და არა ამან მოკლავა ბუაჩები. აქეთ ვაფშე რა ხდება არ ვიცი ეს რა არის საერთოდ. ერთი ამას ამოღებ რომ ეს ლობიოა. პროჩე რომ ლობიოს შევუყეთავ. აქეთ ეს არის ნეკნები. პატარასტეიკი ორივემ გავეყავით. ო, ეს არის ნეკნები სავარაუდოდ თავის соуსი. ნახოთ რა იქნება. მექსიკურ რესტორანში ვზივართ და აი ესეთი ლუდი პირველად გავსინჯე რა. პირდაპირ მექსიკიდან არის ჩამოტანილი სოლი. ხო და ლუდი გავსინჯე პირველად კიდე ლიმონთან ერთად და მაგრა გაასწორა. ეხლა ვზივართ Los Mexicanos ასეთი რესტორანია. ხო და გვითხრეს რომ 9 საათი ან მეტი მოგიწევთ მოცდაო და ვზივართ აქ ველოდებით აი. ამ ტეკილა თუ შემომარო. მოდი ჩვენს აიანაპაში ვოიას გავუმართოთ და კიდე დაუბრუნებელი გავიქ რა. Salut. How much? 1, 2 და 3. Cheers to Mexico. შეგაიმეოროთ. რა არ გამიმეოროთ ის მექსიკური ცხარეები რომ წამე მას რა თუ არ ამბობ. საუკეთესო რესტორანი იმას აიანაპაზე თუ მოხდებით Los Mexicanos-ში უეჭველი შეიარეთ რა. და ბორის ფორს მიაწეკი. რა საქმეები იყო და ყველაფერი. აი ეს შეკეთება. და ბოლოს არ დაგავიწყდეთ ერთი შოთი? ხო, ერთი შოტი ტეკილა, ეხლა მექსიკა და ტეკილა ეს განუყოფელია რა. რაღაცა იგეთი შეგრძნება მაქვს. ხო და აქედან აგერ უყურეთ, ეს არის ეკლესია. სტრიფტის კლუბის ზუსტად წინ. უძველესი მონასტერი. აიანაპას. ხო და მთლიანი სამონასტრო კომპლექსია. აგერ სტრიფტის კლუბის. რაღაცა ვერ ჩაჭდა რა. ეხლა ვარ ლარნაკაში. ესეთი ლამაზ საყვარელი სახლებია ლარნაკაში. ის პირას ვართ. და ნახეთ. ესეთი ლამაზებია. მაგრამ აიანაპა ბევრად მაგარია. აქეთ პორტია. იახტები. აი ესეთი სხვა არის. სანაპირო აიანაპასი ბევრად ჯობია. მაგრამ ეხა ლარნაკას ცენტრში მივაქვს და იქაც გადავიღებ. როგორია. დღეს აიანაპადან რომ წამოვედით, აი ეს გამოვუყევით ამ კუნძულს. აი სადღაც იქ უხვევს კუნძული და მე კიდე იქეთ აგრძელებ გზას და ერთ სიტყვით აი აქ რომ მთები ჩანს, ამ მთების იქეთ არის აიანაპა. და 40 კილომეტრია სულ სხვაობა, მეტი არა. და ამ 40 კილომეტრში ძალიან შეიცვალა რელიეფი და აქეთ უფრო ცივა. ამინდი ძალიან შეიცვალა. იდეაში ეხლა ზღვის პირას ვთქვათ, მაგრამ აიანაპაში ვიწვებოდით და აქ ცივა.
ნუ ეხლა მოვედით ლარნაკას ცენტრში. აი ესეთი ეკლესია არის. ვერ გეტყვით ეკლესიები მართლმადიდებლურია თუ კათოლიკური. ვერ ვხვდები, იმიტომ რომ შიგნის კამები დგას. ხო და თვითონ მღვდლების ჩაცმულობა მართლმადიდებლურს გავს, ამიტომ ცოტა ვერ გავერკვია. დღეს ლარნაკას ჩამოვედით აი ანაპადან. ერთი ადამიანის ბილეთი ყიდა 2 ევრო. ჩვეულებრივი საქალაქთაშორისო ავტობუსით წამოვედით. და თუ ვიპ ავტობუსი გინდა, ისევ 12 ევრო ღირს ბილეთი. ნუ ეს ძალიან ლამაზია ეს მოედანი.